და მოვასწროთ და ტელემაყურებელს შევატყობინოთ სიახლის შესახებაც. ალბათ ერთ-ერთი მე ვიტყოდი თავარი მიზეზიც განათლებაში არსებული დეფიციტი გაუნათლებლობაშია. ჩვენ სურვილს წარმოადგენს მათ შორის ასეთი იყო ტელემაყურებლის და ჩვენი მკითხველის და მსმენელის შეკვეთაც დაკვეთაც, ასე ვთქვათ, ამან დააჩქარა ეს პროცესი, რომ დაგვეწყო ციკლი მოგზაურობა ისტორიაში, ასე ერქმევა კიდეც სპეციალურ ციკლს, რომელიც დროების YouTube გვერდზე დაიდება, შემდგომში ალბათ ტელევიზიითაც ვაჩვენებთ და რომლის მიზანსაც წარმოადგენს მსჯელობა ფაქტებით, არა მარტო ქრონოლოგიურად კონტექსტში იმაზე, რამაც შექმნა კაცობრიობა, რამაც მოიყვანა დღემდე და რა მითამაშა მთავარი როლი. მინდა რომ თავად აუხსნა ტელემაყურებელს და YouTube კონტენტის მაყურებელს დროების გვერდზე, რაზე იქნება ეს ციკლი. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა პირველ რიგში გიორგი თარგამაძეს მადლობა გადაუხადო. ჩვენ მქონდა ამ თემაზე საუბარი, რომ იქნებ დავიწყოთ რაღაცა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ადამიანებს მოუყვება იმას, რაც აუცილებელია ჩვენი გონების განვითარებისთვის, გავარჯიშებისთვის, ხო? ჩვენ ვიწყებთ მე და გიორგი თარგამაძე ვიწყებთ სერიალს მოგზაურობა წარსულში. აქ არ იქნება საქართველოს ისტორიაზე ჯერჯერობით ლაპარაკი, აქ იქნება მსოფლიოს ისტორიაზე. გადამწყვეტი მოვლენები, თქვათ მაგალითად იქნება ცალკე სერიალი კონფლიქტები, დღევანდელი კონფლიქტები, საიდან მოდის, როგორ მოდის, ხო? იქნება ევროპის საფუძვლები, აი როგორ შეიქმნა ევროპა, თქვათ, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, იქნება ისტორიის სოლისტები ცალკე გადაცემა, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს ისტორიაზე. იქნება ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული ქალი მმართველები, ამაზედაც ვაპირებთ გაკეთებას გადაცემის ცალკე ციკლის. ვაპირებთ საიდუმლო ორგანიზაციებს, აი სულ რო არის მასონებზე და იმაზე და ღამე გამოსვლის ეშინიათ და რა ვიცი, მაჯლაჯუნებს რო ელოდებიან. აი საიდუმლო ორგანიზაციები, თქვათ, მასონები, როგორი ვინ იყვნენ, ტამპლიერები, თქვათ, ასასინების ორდენი, იეზუიტების ორდენი, ბევრ რამეზე ვაპირებთ საუბარს. იქნება საკმაოდ საინტერესო. შევეცდები, რომ გავაცნოთ, მე და გიორგი შევეცდებით, რომ გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას აი მსოფლიოს ისტორია რა, როგორ შეიქმნა, საითკენ მიდიოდა, როგორ საფუძველი ეყრებოდა ნიშნულოვანი მოვლენები, რაც მოხდა მსოფლიოს ისტორიაში. საკმაოდ მოცულობითი პროექტი უნდა გამოგვივიდეს წესით. პირველი უკვე ჩავწერეთ ჩვენ პირველი კონფლიქტების ისტორია, ყველაზე ძველი ეს არის არაბებისა და ებრაელების კონფლიქტზე. ალბათ უახლოეს დღეებში ამის თავაზე ახლა კიდევ ინფორმაციას საშუალებით მოხდება ამისი და დავიწყოთ და მოისმინეთ ხალხო, ეს იქნება თხრობითი თარიღებით და ციფრებით არ გადაგღლით, მაგრამ მოგიყვებით როგორ ვითარდება კაცობრიობა და როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა. და პირველი ასეთი გადაცემა ჩვენ უკვე ჩავწერეთ, ორ ნაწილად გაიყოფა ის და როგორც უკვე გუბაზმა გითხრათ, ეხება პალესტინის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს. ბიბლიური ფესვებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ ის აქტუალობას სამწუხაროდ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ არასოდეს კარგავს. მისი პირველი ნაწილი უკვე სამშაბათს 21 საათზე განთავსდება დროების YouTube გვერდზე და ყოველ სამშაბათს ჩვენ ამ ციკლის ახალ სერიას დავამატებთ ხოლმე. ჩემი როლი აქ ძალიან ისე ვთქვათ მინიმალისტურია, იმ ხრივ გუბას მივცეს შესაძლებლობა. ლოჯისტიკა იგებს ყველაფერს. ილაპარაკოს. გუბას მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებული ამისთვის. ამას შეიძლება უყუროს მოზარდით დაწყებული ასაკოვანმა ადამიანმა, პირადად ჩემთვისაც ძალიან ბევრი აღმოჩენა, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი არის თან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მოყვანილი. ეს არ არის უბრალოდ საუბარი ისტორიაზე. ყველას გირჩევთ, რომ გახდეთ აქტიური მაყურებლები და გამომწერები. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ იმისთვის რომ ეს გაგიადულდეთ, დროების YouTube არხი გამოიწერეთ. ეს გამოჩნდება კიდეც ეკრანზე, სამ ჩვენ ვისაუბრებთ და გადაცემის ბოლოსაც. გუბას დამშვიდობები და ამ კონკრეტული გადაცემის ეგრეთ წოდებულ თიზერს გაჩვენებთ კიდეც მანამ სანამ შემდეგ სიუჟეტს შემოგთავაზებთ.
ვიწყებთ ისტორიაზე გადაცემების ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც გაუძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მითოლოგიურს ვიტყვით, ძალიან ბევრს ისტორიულ მოვლენას, რომელიც დაუდასტურებელს, მაგრამ ბევრსაც ვიტყვით, რომელიც დადასტურებელს. დღევანდელი ჩვენი საუბარი მიეძღვნება ებრაული ერისა და არაბების კონფლიქტის ფესვებს დასაწყისიდან დღემდე. აბრაამი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირველი დისიდენტი სამყაროს ისტორიაში. ყველაზე ძველ სახელს ებრაელებს ეძახით ურიას. აი ეს კონფლიქტი აქედან იწყება. ისმაილი და ისააკი. დღესაც გრძელდება გიორგიეს და ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ პალესტინელი არაბები ვახსენოთ, მაგრამ პალესტინელები არაბები არ არიან. სოფლიოს ტროას ომი ითვლება, რომ ერთ-ერთი ეპიზოდია სხვის ხალხების გადმოსახვას. და უპირისპირდებიან ებრაელებს. დაუნდობელი ომები იწყება ებრაელების 12 ომსა და ფილისტიმელებს შორის და ეს დავითის ეპოპეა და გოლიათი და ამბები. სოლომონის ტაძრის დაქცევა ბაბილონელებს არ აპატიეს ებრაელებმა და გაუღეს სპარსელებს კარ. ბაბილონი აიღო და დაანგრია იმპერიამ აქემენიდების სპარსელები. ისმის კითხვა ეკითხებიან ებრაელებს, ვინ ხართ თქვენ? დავით ბენ-გურიონმა გამოაცხადა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და როგორც კი გამოაცხადა, რამოდენიმე საათში დაესხა არაბული ქვეყნების კოალიცია ისრაელის თავს. აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარების აიღა იოსებ სტალინი. სუეცის კრიზისი ითვლება ბრიტანეთის და საფრანგეთის კოლონიალური იმპერიების დასასრულად. ეს არის შეურიგებელი ორი ძალა და მოდის ოჯახი ისმაილის და ისააკის. შეიძლება ძმები შერიგდნენ, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა.